Comunicatori. აპლიკაცია Allcast smartphone-ებსა და ტელევიზორებს ერთმანეთთან Wi-Fi-ის მეშვეობით აკავშირებს. პროგრამა ტელეფონში არსებულ ფოტო, ვიდეო თუ აუდიო მასალას ტელევიზორის ეკრანზე სტრიმინგის რეჟიმში აჩვენებს. რაც შეეხება ონლაინ რესურსებს, აპლიკაცია ისეთ სერვისებზეა მორგებული, როგორებიცაა მაგალითად Google+, Instagram, Dropbox და Google Drive. რაც შეეხება ტელევიზორს, პროგრამა Apple TV-ს, Samsung-ის, Sony-ს, Panasonic Smart TV-ს და Xbox-ის კონსოლებთანაა თავსებადი. აპლიკაცია Allcast iPhone-ებისა და Android-ებისთვისაა გათვლილი. მობილური თამაშის Planet Free Fall-ის იდეა პროგრამისტ Mark Majors საკუთარი გამოცდილების ხარჯზე დაებადა. იგი რამდენიმე წლის წინ დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდა, ხერხემალი დაიზიანა და რამდენიმე საათი ელოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. მიუხედავად იმისა, რომ დეველოპერს ეს ინციდენტი არც თუ სასიამოვნო დახსენდება, ამ ისტორიის მიხედვით შექმნილმა თამაშმა დიდი პოპულარობა და ფინანსური წარმატება მოუტანა. ონლაინ მაღაზია iTunes-ის უფასო აპლიკაციებს შორის თამაში ერთ-ერთი ლიდერია გადმოწერების რაოდენობის მხრივ. გეიმერი პერსონაჟის ვარდნას smartphone-ის მოძრაობით აკონტროლებს და ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები ტრამვებით ფსკერზე უვნებლად ჩაიყვანოს. Planet Free Fall iPhone-ებისა და iPad-ებისთვისაა გათვლილი. One's duty is to feel what is great, to cherish the beautiful, not accept. 2015 წელს ფილმი სახელწოდებით Madam Bovary კინოგაქირავებაში გამოვა. მისი რეჟისორი კი Sophie Barthez-ია. თავი როლის შემსრულებელი ახალგაზრდა მსახიობი Mia Wasikowska და Henry Lloyd Hughes არიან. Your debt has become quite formidable. You must. შეგახსენებთ, რომ ფრანგი მწერლის Gustave Flaubert's სადებიუტო რომანი Madam Bovary 1856 წელს დაიბეჭდა და გამოიცა. Who was that? The bailiff. თავარი მოქმედი გმირი ევა ბოვარი მეოცნებე რომანტიკოსი ადამიანია. ის უბედურია თავისი ქორწინებით კაცზე, რომელიც აღარ იზიდავს. სიყვარულს და ვნებას სხვა მამაკაცებთან ეძებს. You are a wretch. Comunicatori.